მე და ჩემს მას რო გათაგვიღო რა. ეს პედრის ყიდვა უმთავრეს მასო. რა რეალსო. ჰა? პედა იწერა და ის ფიგურის გამეორება უნდა პერესო თუ რაღაცა და შეხო. არა, ჩემმა შანსი არა. პედრის ყიდვა უნდა თუ მართლა. ეგ რომ მოხდეს, ჩემი ფეხით ჩავალ და მოვკლავ, მადრიდში ჩავალ, ჩემი ფეხით დავბრიდო პერესი. ჩემი ფეხით, ჩემი ხელით, ჩემი ფეხით ჩავალ. და ჩემი ხელით მოვკლავ მაგ კაცს. მაგას ვერ გადავიტან მე შეშმო მეორე 25 წლის მერე იგივე რო გამიკეთოს საბა მეთოდი გწევს კალა ინდი სურვაივალ თამაში გვირჩიე ჰადესის ესთეტიკითო სურვაივალ თამაში ინდი ბიჭო სურვაივალი დიდად პოკახონტას დიდად რო გითხრა სურვაივალის მოყვარული ვარ სხვა ინდი გულისხმება ინდიანა ჯონს. რავი, Don't Starve კაია, ჰადესის ესთეტიკა, ხა ისეთი ესთეტიკა აქვს მაგას, რომ ბევრ თამაშს არა აქვს ეგ. ვერ ვიხსენებ ხა. როგორც ვიხდით, არის ის გიორგი. Survival თამაშს არ ვთამაშობ, რავი, ან აი რაღაცა გადარჩენას დღეს რაღაც ეგ არის თამაში და. ჰა? Don't Starve თქვი რა Don't Starve რომელია? Don't Starve არის როგორც მახსოვს Tim Burton-ი არის ერთ-ერთი ტიპი ვინც მე მგონი რაღაცა მონაწილეობა ესთეტიკა არის Tim Burton-ის. ერთ-ერთი Tim Burton-ის ესთეტიკა. თავის გადა მაგის ხაშეს არის Don't Starve Together-ი და მეგეთ შეგვიძლია რომ არ უნდა შიმშილო თუ? შიმშილდა უნდა მოკვდა თუ რა? ხო. ანუ უნდა ზამთარი მოდის და უნდა ემზადო მულტფილმის ნახესა ახატია და ზამთარი მოდის უნდა რაღაცა ჩაიცვა არ უნდა გაიყინო გაცვე 90-იანში ჩამოდა ამ შემდეგ 90-იანში გამოვლილი მაქვს კიდე მათამაშე ეგ ხო ნუ Don't Starve კაი არის მეგობრებთან ერთად სათამაშო მაგას თამაშობენ ისინი ითამაშონ იმათმა კარგი ცხოვრება რო ქონდათ მე მომიშალან მე რეალურად მაგ თამაშები ერთი პერიოდი თამაშობდით მაგ Don't Starve-ს და მე თქვი აღარ ვითამაშებ თქო იმიტომ რომ ორჯერ მოვკვდი ბოსტანში თოხნის დროს რატო სარეველა ბალახი გამოვედო და სარეველა ბალახები ამოდის და უნდა მოათოხნო და სარეველა გაკლებს სიცოცხლეს და რო ამოვიდა ეს სარეველა ბალახი დამჩამითრია რა ამ დროს დაღამდა დაღამების სეცთან უნდა იყო თორე სიბნელეში ყვდები სიბნელეში რაღაცა ყვდები აი რაღაც შავი არსებები რაღაცები კლავენ რა და ბოსტანში რომ მოკვდი ორჯერ ზედიზე მეთქი ამის აი ცხოვრება არ კიდე ორჯერ ბოსტანის მოთოხნისას მოკვდები თამაში კანებეთა სტუმრებს როდის მოიწევთ კიდე კვარას ხილვა გამიხარდებაო სტუმრებს როდის მოიწევთ კიდე მძიმე კვარას ხილვა გამიხარდება არის ალბათ თუ არანაირი მძიმე და წერტილი არ იყო ამ დონეზე ხო და ანუ მაგას შენ მავანი იგულისხმე ხო და იმიტომ რომ მაშინ მავანი კენახე სტუმრებს როდის მოიწევთ მძიმე კიდე კვარას ნახვა გამიხარდება იგულისხმება მავანი სტუმრებს როდის მოიწევთ კიდე მძიმე კვარას ნახვა გამიხარდება ალბათ იგულისხმება უკვე ხვიჩა კვარაცხელია რამისად სტუმრებს მოიწევთ წესით გვეყოლება ამ თვეში ხო სტუმრები ტატო მაგიდის დერბიში მეორეზე რო გახვედი რაიმე საჩუქარი არ მიგიღია მხარზე დამარტყეს ეს ხელი ყოჩაკაი ბიჭი ხარ მაყურებელთა სიმპათია მივიღე საჩუქრად ლადო დეკანოსიძეს მოკითხვა ჩემ მაგარ ძმას კობა პოლონეთიდან ჩვენ არ ვართ აქ საჭირო კობა პოლონეთიდან მოიკითხავს ლადო დეკანოსიძეს კალა რატო დამბლოკეს სოციალურ ქსელებზე მომენატრე მამათ მავალი გწერს ისეაც ვხედავ და აღარ არის საჭირო ჩვენი ურთიერთობა სხვაგან გავაგრძელო მე მყავს ერთი მართლა დაბლოკილი ისიც ნუ რაღაც გინ გთხოვთ ენუქას მიულოცოთ ახალი მანქანის შეძენა და უსურვოთ მალე ცოლის მოყვანა ეს ცოლის მოყვანის სურვილები შეჩემა ერთ-ერთი ხალხს ერთ-ერთი ანუ ენუქას იგივეა მე მგონი ენუქა იყო ენუქ ყოველ კვირა რაღაც ახალი ხდება შენ ცხოვრებაში და გილოცავთ მანქანის შეძენას და აბა შემდეგ კვირაში ცოლის მოყვანა მოგველოცოს აი ხორცილი კაია სხვისი უი რა ჯავახა ბაზარია ჯავახა კი უი რაჩკოვსკი ჯავახა არ ყოფილა სტუმრად სუპერბოული იყო ჯავახა სტუმრად არ ყოფილა ორჯერ არ ყოფილა ო ჯავახა არა ეგ არის ამ გადაცემის ანომალია რომ ჯავახა რა სტუმრად ნავყოფი და 9 საათიან ლაივის თანაცამყვანი იყო და კიდე იყო ორჯერ თუ ერთხელ კი თანაცამყვანი და სტუმრად არა ნავყოფი არასდროს ხო ის იყო რაჩკოვსკის საინტერესო იქნებოდა მართალია იმიტომ რომ პეტრიოტსმა წააგო გუშინ სუპერბოული იყო და მაგისმა საყვარელმა აი ნუ პეტრიოტსმა წააგო ვინ გახსნა სუპერბოული ვინ იყო ჰალფ-ტაიმ ბედბანი აი
ამან უსამართლო ქვიზში რო კითხვა მოიტანა. მე რო ვიცოდი, მაგ ბედბანი მიმღერა Super Bowl-ის შესვენებაზე, არ მეყურებია. და თამაში მე მგონი ძალიან მოსაწყენი იყო. ისეაც ხო შენც მოსაწყენია, ვიცი, მაგრამ იმიტომ რომ მეოთხე პერიოდამდე touchdown-ი არ იყო შეჭი. ფრედრიხ მერცის ქალიშვილი ნახეთ ჩატ. მადლობა მერე იყოს. ცერცვას მიველოცეთ კუჩი და აღარ არის დასრულებული. ვისი მერცის ქალიშვილი ნახეთ ჩატ. ფრედრიხ მერცის მაგარი კომენტარი არის, საიდან მოვიდა? კირა ნაიტლის მკერდი რო კონდეს, სამი ზომა ქალი ვერ აჯობებდაო. საიდან? ეს კომენტარი თან დაფარულია შოუ უნდა მივცე, მოიცა? აი საიდან გაჩნდა? რა უცებ რაშუაში იყო? უცებ არ საიდან წერე ჯუნიორ სოპრანო წერს თან? Subway Surfers-ი ჩაურთია. ჯუნიორ სოპრანო წერს ეგეთ რაღაცას კირა ნაიტლიზე. საიდან მოვიდა ეს? არა, ნუ აშკარად არანაირი დიალოგი მანამდე იმაზე არ მიდიოდა, რა ქვია, ქალებზე. ძალიან კაი კომენტარია. არა, რაღაც Anne Hathaway-ის პრაიმი არის ჯეკ ჯილენჰალთან ერთად რომ თამაშობს ეგ ფილმიო. კირა ნაიტლი ძალიან კაი გოგოა. კი. სამი ზომა მკერდის გარეშეც. კი არა. კაი გოგოა. კარების მეკაბრეებში ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ой, მაშინ მართლა 16-ის იყო, ანუ მოიგეთ. 17-ის, მე მგონი. პატარა იყო ძალიან. მაგრამ კალას პატარა იყო, ამიტომ ეპატიება. ჩემზე დიდი არის კი რა, ამიტომ ასე რომ კირა ნაიტლი პატარა იყო, კალას პატარა იყო. მოდი დავიწყოთ წინა გადაცემის დასასრულიდან ლუკას აჯვეს ძალიან ბევრი კომენტარებში. დაგაჯვი ხელზეო. არა, ვიღაც ეწერა რომ ვინც სტრიმი გათიშა იმას დავაჯვი ხელზეო და აი ხა ეგ რანაირი გინებაა შეჩემა. ვინ სტრიმი გათიშა ის თავზე დავაჯვი ვინც ეგ დაწერა. ასევე მთელი გადაცემის სახელით არა რა წესია ვერ გავიგე ეხა ეგეთი კომენტარი ნორმა არის? დავაჯვი ხელზე? დავაჯვი ხელზე არა ვინც გათიშა რას ქვია შეჩემა ანუ ეხო რო იცი რომ ვინც გათიშა თან. ვინ გათიშავდა ეხა ვინ მოვიდოდა? შეიქ ვაკო იყო. ვინ მოვიდოდა ეხა? იქ ვაკო იყო. სტრიმის გასათიშად მოვიდა. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ეხლა ნუ გავემიჯნოთ ჩვენ ვინც გათიშა იმას და ეს იყო დაგეგმილი ლუკას არ გაუციოს მოვიდა ვიღაცა. აი ჩვენ რომ ამთავრებდით გადაცემას ლაივი ეწყებოდა ერთ-ერთ კიდე რაღაცას და იმათ გაგვითიშეს. აი ხო ისეთი გინებაა რა. რო იციო ლუკას დავაჯვიო არ დაწერა პირდაპირ და ვინც გათიშა იმას დავაჯვიო და რავი ანუ არ მოსულა ეგრე ჩემო ძმაო. ბევრი ლაიკი ქონდა თან და ვინც დაგილაიკა? რავი. ხო, მე ნუ ისა რა ქვია. მეორე ნუ არ დაამთავრებინე კაც ვერ გავიგე ლაპარაკობდა მეორე შენ ხო გეკუთვნის რაღაც შენი შტო დაჯმარ გეკუთვნის ხელზე მაგრამ მე არ ვიცოდი ეგრე თუ გათიშე. არც მე არ ვიცოდი იმიტომ რომ აქ დაამთავრა. ნახვამდისო თქვა, პროსტა აქ რო გამორთე დილეი იყო და დილეის გამო მოიჭრა. და იმის მაგივრად რო ეთქვათ რომ ვაიმე რა მოხდა ბოლოს? რანაირად გათიშეთ და ისინი წამოვიდა. ხო, არ უნდა გამეთიშა ეგრე. ამთავრებს და ისა ეგ ახალი ამბავია. კომენტარი დაუწერე ხა და რა მე ვინც ნახა მიხვდებოდა რომ არ გამომირთავს ზალით და. ხო. კომენტარი ნახეთ ხო ჩემი და ისე სამსად ნახევარია გადაცემა ლაივში ხა ბოლოს თუ რაღაც ისე მოიჭრა რომ ნახზე თუ მოიჭრა მაგის გამო ნუ აგუწევთ ჰაერში რომ ეს არის მაყურებელთა უპატივისცემლობა და ჩემი აზრით ვაფშე ტატოს ბრალია რომ აღარ დაამთავრა. არა ეს ეხლა ცალკე თუ იმას თუ დავაჯვათ ხელზე. რა თქმა უნდა. ხელზე რაღაცო მაჯვამ შეჩემა ანუ აი არ კარგი თავზე. თელი გადაცემა წინა გადაცემა იყო რომ ვკითხულობდი თელი გადაცემა იმას დონაციებს. ანუ თელი გადაცემა ეგ იყო ხო წინა? ხო. თუ გეზარება თქვიო, ანუ არაფერს არ აკეთებო თუ რაღაც გაზარმაცებული ხარო. სხვა გადაცემაზე რო დაიწყოთ კიდე ხო? აია, იმას გიშვებენ, ტონუსში გამყოფებენ. ამა დავერიე. უშვა შორის დღეს მამა ჩემის დაბადების დღეა. ო, რა საკედან მიულოცო? ვილოცო დაბადების დღეს. თუ ვიყურებს იოსებ აქედანაც მიულოცო. საყვარელი ადამიანი და გაძლება მოგცეთ ბატონი ვახტანგის ხელში. არჩივის, ოთაშორის ცუდი შვილი არ ვარ ნაღდათ. ძალიან კაი. 79-ის გახდა. ვა, მალადეც. ჯოზეფი. ასე რომ არ ეთყობა საერთოდ ისე. ხო, ხნედარი და ძალიან ბევრი ამ ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სტუდენტი
გამოუზრდია, ასე ვთქვათ. კაი ამბავი გაიგო დღეს სხვათაშორის. გაერთიანება აღარ ხდება. გაერთიანება აღარ ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტსა და TSUS-ი და პირიქით კარგი ის იყო, რომ რაც ნახე, უფრო ან ტექნიკური საგნები დარჩებაო. ეს სტუშიო. ეგ ლოგიკურია, ეგეც უნდა იყოს. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ძირძველი და მამაჩემი GPI-ში ასწავლის 69 წლიდან თუ რაღაც. მართლა. ან 70-დან. բայց ბაბუაჩემი გარდაიცვალა 71-ში. ბაბუაჩემი ასწავლიდა ასევე და მამაჩემი რო დაამთავრა, დაიწყო კათედრას დაიწყო მუშაობა ეგრევე და მე მგონი 69-ში დაიწყო. ბიჭო, მაგდენი ხანი? 57 წელია GPI-ში ასწავლის, ხო? და მოგიდგენია, რამდენი ადამიანი არის, ვინც ამისი სტუდენტი იყო მაგ პერიოდში. ბიჭო. ნახევარი თბილისია შეიძლება, ნახევარი საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ის არის, რა ქვია. მამაჩემი სტუდენტი იყო. ხო და რავი. თან რამდენადაც ვიცი, კაი ლექტორია. ანუ სტუდენტებისთვის. მამაჩემი თორე შეიძლება დედაც შემეყოფილიყო, იმიტომ დედაც ჩემიც იქვეა, GPI-შია ისიც. მანანა არაბიძე, ასევე GPI-ში ასწავლის. ძალიან ბევრი იგივეს, ხაზულობით გეომეტრიას. მამაჩემი ასწავლის, ერთ პერიოდში დაახლოებით ერთი პერიოდიდან ასწავლიან, რა. დედაც ჩემს გვიან, მაგრამ მივიდა, მაგრამ მამაჩემი 69-დან თუ 10-დან, ან 69-დან 70-დან ასწავლის, რა. იმიტომ რომ ბაბუაჩემი რო გარდაიცვალა, ახალი დაწყებული ქონდა ეგ მახსოვს, რა. რასაგანს ასწავლის? ხაზულობით გეომეტრიას ასწავლის. მაგარია. იოსებ ბაციკაძე. ბიზა ჩემიც GPI-ში. არის ასე. მე არა, ხო, მე გამოვედი ერთადერთი გაუნათლებელი ბაციკაძე, რომელიც არ აღმოჩნდა იმ. შენ პროფესიით ხარ იურისტ ეკონომისტი. რა პროფესია? იურისტ ეკონომისტი. ჯანდაბას ნიშნავს არ ვიცი ბოლომდე, მაგრამ ეგ ვარ. ну პროფესიით კომენტატორი ვარ, ფეხბურთის სპორტის ჟურნალისტი ვარ და კომენტატორი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გადავამთავრებია, მაგრამ მან მუშაობ. არ გეტყვით. რა ხარ პროფესიით? არ ვიცი, დიპლომი არ ამიღია, არ გამომწია. რა ხარ პროფესიით? რა ჩააბარე? საერთაშორისო ჩააბარე ტურიზმზე. საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე, რა თქმა უნდა. საერთაშორისო კი ურთიერთობების ეს გიჭირს ახლა და კიდე საერთაშორისო მე აქაური ურთიერთობები ჭირს გიორგი, თორე საერთაშორისო სხლავ. ვაკო, შენ ჟურნალისტიკა გაქვს? დამთავრებული? ჩვენ მე და ვაკო კოლეგები ვართ, მაგამ ბოინი ყოფილა GPI, ხო, ეგრე იყო, მაგრამ მართლა. ბიზა ჩემი პროექტორი იყო. თამაზ ბაციკაძე და ნუ მამა ჩემი პროფესორია ეხა. ზეა ჩემიც. და ხო მერო კორპუსში იყო, ხაზულობით გეომეტრიის კათედრა ძალიან დიდი ხანი იყო მერო კორპუსში. მთელი ჩემი ცხოვრებაც მახსოვს და მერე გადაიტანეს პირველ კორპუსში ცოტა ხნის წინ. ნახე პირველ კორპუსში არიან. რა? ხო და დღეს კაი ამბავი გაიგო, დაბადების დღეზე გაიგო კაი ამბავი, რომ არ უერთებენ სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტს, არ უერთებენ სახელმწიფო უნივერსიტეტს და სწორი ის იყო რა, რომ მარტო ტექნიკურ საგნები უნდა დარჩესო და რაც იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დანიშნულება იდეაში ეგ უნდა იყოს რა. მართლა ძალიან უცნაური საგნე GPI-ისთვის, ძალიან უცნაური საგნები ისწავლებოდა განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომელიც არაფერ კავშირში არ არის საერთოდ GPI-სთან. ისეთ რაღაცები იყო. გთხოვთ მივულოცეთ ჩემ არტ ძმაკაც ბაყლას 27 წლის იუბილე. ფრთები გაშალე ტრონ. 27 წელი მხეცი ასაკია. იმდენ ცნობილი ადამიანი ცნობილი მუსიკოსი ცნობილი მუსიკოსმა დაფტოვა მაგასაკში რა, აი. ისეთი ასაკია რა. ფრთხილად უნდა იყო. მე რო გავხდი 27-ის, მივხვდი რა პატარები მომგვტარა ისინი მაშინ. კი. მე 27-ის ვარ და რამდენიმე დღე დამრჩა და იქნება მივატანო იქამდე. შენ არ ხარ მუსიკოსი, ნოსაკ ოქროს დაბადების. რა შეგიძლია იყო? ნოსაკ ოქროს დაბადების დღე დატო. 28 თებერვალს 28 წლის. და ბავშვობაში ის ხუმრობა იყო, ძალიან ცნობილი, რომ მე ხო გადამიხდითო, ჩემ დაბადების დღე იყო 19-ში და დედაჩემმა დიდი სუფრა გააკეთა და ეს იყურებოდა ეს ფუსფუსი იყო და მე ხო გადამიხდითო ოქროს დაბადების დღესა და ჩატ ხედავთ რომ გახდები 22 თვე. როგორი იუმორის ძრომა მქონდა ბავშვობიდანვე ჩატ. არა, იუმორის ძრომა მეკითხა, მართლა ikითხა და არ მიკითხავს მართლა მე ესეთი. შენ თუ 22-ის გახდები და ჩვენი გადასახდელი გახდაო ეგ დაბადების დღე დანძრეული მქონიაო და კარგად ყოფილა ჩვენი სახელი. მიხარია და ლუკა თავისი სახსრებით იხდის დაბადების დღეს.
და შედახარ დაბატიჟებული. რედისონის რესტორანში. პატიჟებთ ყველას. 2300 კაცი ხო ხართ ახლა ლაივში? არა. კაი, რა ჩამეთვალოს იმაში პატიჟებაში მართლა. მე მეტყვი ჩამეთვალოს ჩემი დაბადების დღე რა. მე ჩემი ოქროს დაბადების დღე დიდი ხნის წინ გადავიხადე. 1996 წელს. 1996 წელს. 1996 წელს. დონჩის 29 თებერვალსაა დონჩიში დაბადებული. დონჩი ლეგენდები ვიბადებით მაგ დღეს. არა, შენ მაინც პავლიკას ვერ გაუწევ იმას საქვია. პავლიკასთან ახლოსაც ვერ მიხვალ, იმიტომ რომ მესი, მარადონა, არა, მესი და რიკელმე არიან და პავლიკაში. რიკელმე, მესი და პავლიკა არიან დღეს დაბადებულები. და ანდრია ჩემი ძმაკაცი. ბო, მაგ დღეს არის ეგეთ? ჩემ დღეს 12 ნოემბერს მე და ჩარლი მენსონი ვართ დაბადებული. ჟუანი კაი ვარიანტია ძალიან. დაითოვარდი. მაგრამ კალაბურთელები იბადებიან ესე.